სალამი, მოგესალმებით, ვაგრძელებთ Warren Wiersbe-ის ბიბლიური კომენტარების ქართულ ენაზე ატვირთვას, როგორც იცით ჩვენ ძველ აღთქმაზე ვართ და დღეს დაბადების წიგნის 42 და 53 თავებს განვიხილავთ. ეს არის ნაწილი 33 და Warren Wiersbe-მ ესე დაარქვა, როდესაც ოცნებები ახდება. ძალიან გთხოვთ თუ გახსოვთ ეს თავები ძალიან კარგად, გადაშალოთ ბიბლიები, ან კიდე გადახედოთ და მოინიშნოთ ის პარალელებიც, რომლებიც გაჟღერებული იქნება აქ. როდესაც ოცნებები ახდება, როდესაც რადიოსადგურ ბიბლიაში დაბრუნება ვასწავლიდი დაბადების წიგნის ამ წიგნს, მივიღე კრიტიკული წერილი მსმენელისაგან, რომელიც არ ეთანხმებოდა ჩემს ინტერპრეტაციას დაბადების ამ თავებთან შესახებ. მსმენელმა იგრძნო, რომ თითქოს და იოსები ცდებოდა და სასტიკადაც კი მოეპყრო თავის ძმებს, როდესაც მან ყველანაირად გაურთულა მათ ეს პროცესი. როდესაც ისინი მიდიან საკვების სათხოვნელად გახსოვთ და ძმებსაც აიძულებენ ძმებს, რომ ერთი ძმა დატოვონ და ბენიამინის უკან წამოიყვან. ყველა პროცესთან დაკავშირებით ეს ქალბატონი, რომელიც Warren Wiersbe-ს აკრიტიკებდა, რომ ეს ინტერპრეტაცია არ იყო სწორი. და მსმენელმა შემომთავაზა აგრძელოს Warren Wiersbe, რომ ამდენი დროის დაკარგვის ნაცვლად იოსებს დაუყოვნებლივ უნდა გამოეცხადებინა თავისი ძმებისათვის და მოეხდინა მყისიერი შერიგება. თუმცა ნამდვილი შერიგება ჩვენ ვიცით, რომ მოითხოვს გულწრფელ მონანიებას და ცოდვის თამდაბლურ აღიარებას. ამიტომაც ხშირად ადამიანს დრო სჭირდება ხოლმე ამ საკითხამდე მისასვლელად. მე მჯერა, რომ იოსები ძმებს მოთმინებით, მოსიყვარულედ, გონივრულად ეპყრობოდა და სწორედ ამიტომაც იყო, რომ მისი მიდგომა წარმატებული გამოდგა ბოლოს. ღმერთს იოსების ძმები იმ კონდიციამდე უნდა მieყვანა, სადაც ისინი აღიარებდნენ თავიანთ ბოროტ დანაშაულს, რათა მათ ძმისა და მამის მიმართაც მონანიება ეთხოვათ. ზედაპირული მონანიება იწვევს ისეთ მდგომარეობას, რომელიც საერთოდ არ არის შერიგება და აღდგენა ღმერთთან ურთიერთობის. არამედ ეს მხოლოდ მყიფე ზავია, რომელსაც სატანა ისევ დაარღვევინებს მეორე მხარეს. ადამიანური თვალსაზრისით იოსები ბედნიერი იქნებოდა მყისიერი შერიგებისათვის, რადგან მაშინ მას შეეძლო მამამისისა და ძმის ბენიამის ნახვა გაცილებით უფრო ჩქარა და სწრაფად. მაგრამ გამოცდილი ექიმის მსგავსად იოსები მომთმენი იყო. ის ისე ელაპარაკებოდა და ისე იქცეოდა მისი ძმების მიმართ, რათა მათი გულის ფიქრები ღმერთისთვის საბოლოოდ ნათელი ყოფილიყო, გამოეაშკარავებინა და მონანიებამდე მieყვანა ისინი ღმერთის წინაშე. შემდეგი ქვეთავი ესეთია გამოცდის დრო. აღთქმული 7 წლის შემდეგ შიმშილის წლები დადგა ახლო აღმოსავლეთის სამყაროში, მაგრამ იოსების წყალობით ეგვიპტეში უხვად იყო მარცვლეული. ღმერთმა იოსები ამ პროცესების წინ გაგზავნა, რათა შეენარჩუნებინა თავისი ოჯახი, რათა ერთ დღეს ისრაელის ერს შეძლებოდა მსოფლიოსათვის იესო ქრისტეს, როგორც სიცოცხლის პურის მიცემა. გახსოვთ იონეს სახარებაში პურთან აიგებს იესო ქრისტე თავის თავს, იონეს 6:48. ეს მოვლენები 7 წლიანი შიმშილობის პირველი 2 წლის განმავლობაში მოხდა. ეს იყო დრო, როდესაც იოსების ძმებს რამდენიმე განსაცდელის გადატანა მოუწიათ, რომლებიც ღმერთმა დაგეგმა, რათა ისინი მასთან მონანიების გზით მieყვანა. შემდეგი არის შიმშილი. იაკობს დიდი ოჯახი ყავდა და ბევრი მსახური. შიმშილობის გაგრძელებისას მათი გამოკვება სულ უფრო და უფრო გართულდებოდა. რა თქმა უნდა, ძმებმა იცოდნენ ის, რაც მათმა მამამაც იცოდა, მაგრამ ეგვიპტეში მარცვლეული მოსატანად ხშირ შემთხვევაში ამაზე რატომღაც დუმდნენ. იაკობმა შენიშნა მათი უცნაური დამოკიდებულება და კითხა, რატომ უყურებთ ერთმანეთსო? რატომ ყოყმანობდნენ ძმები პრობლემაზე საუბრისას, ან თუნდაც ეგვიპტეში საკვების საწყიდლად წასვლას? ალბათ ერთი მხრივ ეგვიპტეში მოგზაურობა იყო ძალიან ხანგრძლივი, 250 შეიძლება 300 მილი იყო და ამავე დროს სახიფათოც იყო. ასე რომ ორ მხრივ მოგზაურობას იქით-აქეთ შეიძლება 6 კვირაც კი დასჭირებოდა. ეგვიპტეში ჩასვლის შემდეგაც კი ძმები ვერ იყვნენ დარწმუნებული, რომ მათ ისინი მეგობრულად ახვდებოდნენ. როგორც უცხოელები ქანაანიდან, ისინი ძალიან დაუცველები იქნებოდნენ და შეიძლება დაეპატიმრებინათ ან მონებად ექციათ.
თუ ეს დაემართებოდათ იაკობის ვაჟებს, ისმის კითხვა, ვინ იზრუნებდა მათ ოჯახებსა და მოხუც მამაზე? შესაძლოა იაკობის ვაჟებსაც აწუხებდათ მათი უდანაშაულო ძმის ეგვიპტეში ჩასული ვაჭრებისათვის გაყიდვის მოგონებაც. ძმება ეს ბოროტის აქციელი 30 წელზე მეტი ხნის წინა ჩაიდინეს და ახლა უკვე დარწმუნებული იყვნენ, რომ იოსები მკვდარიც იქნებოდა, მაგრამ ამ სცენის გახსენება ხშირად მათ არ უნდოდა თავიანთ გონებაში. და ეს, როგორც ჩანს, მათ ეს არ დავიწყებიათ, იმიტომ რომ ჩვენ ამას ვნახავთ და მოვისმენთ მათი პირიდან. ჩვენ ხომ ვიცით, რომ ღმერთის მიერ ჩადებულ სინდის ადამიანში შეუძლია იოლად წარსულის ამოთხრა და მასში არსებული წარსული ეჭვების და შიშის გაღვივებაც. როგორც კლანის ლიდერმა იაკობმა მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება, რომ ბენიამინის გარდა ყველა გაეგზავნა ეგვიპტეში საკვების საყიდლად. იოსების შემდეგ იაკობი უჭველად ეჭვის თვალით უყურებდა თავის ვაჟებს და სწორედ ამიტომ დატოვა მან თავისი უმცროსი ვაჟი რახილის შვილი ბენიამინი. ახლა როდესაც იოსები წავიდა, იაკობის უმცროსი ვაჟი მისი ერთადერთი ცოცხალი კავშირი იყო და გამხსენებელი საყვარელ რახელთან, მეუღლესთან და მოხუცი მამა არ აპირებდა თავისი ორი საყვარელი ვაჟიდან ასევე ბოლოს დაკარგვას. რაც იაკობმა და მის ვაჟებმა არ იცოდნენ, ის იყო, რომ უზენაესი ღმერთი მოქმედებდა იმის უზრუნველ საყოფად, რომ 10 ძმა ეგვიპტეში წასულიყო და იოსების წინაშე თაყვანი ეცათ. თავისი ღვთაებრივი განზრახვების შესასრულებლად ღმერთს შეუძლია გამოიყენოს როგორც შიმშილი, ასევე გატაცებაც. გაიხსენეთ მეოთხე მეფეთა მეხუთე თავში, ასევე სამეფო სილამაზის კონკურსი ესთერის წიგნში, უეცარი სიკვდილი ეზეკიელთან, სიზმარი დანიელთან და ჭირი იოელთან და თავის თვით სამთავრობო აღწერაც კი, გასოთ, როცა ჩატარდება აღწერა რომის იმპერიაში, ლუკას სახარების მეორე თავში. ღმერთი როგორ გამოიყენებს. იმიტომ რომ ჩვენი ღმერთი ზეცაშია და ის აკეთებს ყველაფერს, რაც კი მას სურს. ფსალმუნი 193. შემდეგი ქვემუხლი არის კაცრი სიტყვები. როგორც ეგვიპტის მიწის მეორე მართველი, იოსები ნამდვილად არ მონაწილეობდა მარცვლეულის თითოეულ ინდივიდუალურ ტრანსაქციაში, რადგან მას უფრო ბევრი მნიშვნელოვანი საქმე ჰქონდა გასაკეთებელი ამ სახელმწიფოში. გარდა ამისა, საკვების მარაგი რამდენიმე ქალაქში ინახებოდა და იოსებს ჰყავდა თავისი განწესებული კომისრები, რომლებიც მას ეხმარებოდნენ ამ საკითხის მოგვარებაში. უეჭვალად ის რეგულარულად ზრუნავდა ეგვიპტელებზე, ხოლო უცხოელები მისთვის ყოველთვის ეჭვის საბაბი იყო, რადგან უნდა ფრთხილად ყოფილიყვნენ და შემოწმებულიყვნენ, რათა არ ქონოდათ მათ მიწაზე რაღაცა გარკვეული ეჭვის და რაღაცა მტრული გეგმები. ღვთის განგებით იოსები იქ იყო, როდესაც მისი 10 ძმა მარცვლეულის საყიდლად ჩავიდა და მანაც იცნო ისინი. მაშინაც კი როცა ისინი ელოდებიან იოსებთან შეხვედრას, რაც მოხდა ის იყო, რომ ამ 10 კაციდან ვერცეთმა ვერ იცნო თავისი ძმა. ის 17 წლისა იყო, როდესაც გაყიდეს და მომდენო 20 წლის განმავლობაში ბუნებრივია მისი გარეგნობა გაცილებით უფრო მეტად შეიცვლებოდა, ვიდრე მისი უფროსი ძმებისა. გარდა ამისა, ის ახლა უკვე ძალიან ეგვიპტელს გავდა, გაპარსული იყო, დახატული, როგორც ეგვიპტელი და ეგვიპტელივით იყო ჩაცმული და მათთან ეგვიპტურ ენაზე საუბრობდა ინტერპრეტატორის, ანუ თარგმნელის მეშვეობით. როდესაც 10 კაცი მის წინაშე დაიხარა მისი ძმები, იოსებმა გაიხსენა, რომ ღმერთი ერთგული იქნებოდა იმ სიზმრებისა, რომელიც მას დაესიზმრა, გახსოვთ, მის ყმაწვილ კაცობაში. იოსებისთვის ალბათ რთული იყო იმ ემოციების შეკავება და კონტროლი, რადგან ის კაცრად ელაპარაკებოდა თავის ძმებს, რადგან მისი ბუნებრივი სურვილი იქნებოდა, ალბათ უბრალოდ ებრაელურად დალაპარაკებოდა და გაემხილა ის, თუ ვინ იყო მათ წინაშე. მაგრამ ეს ყველაფერს გააფუჭდა, რადგან მან იცოდა, რომ ღმერთის სიზმრის მიხედვით 11-ვე, არა 10, არამედ 11-ვე ძმა და ასევე მშობლებსაც უნდა ეცა მისთვის დაყვანი. ეს ნიშნავდა, რომ ბენიამინის შემდეგ მოგზაურობაში მათთან ერთად უნდა წასულიყო. გარდა იმისა, იოსების ძმები იძულებული გახდნენ თვალი ედევნებინა თავიანთი ცოდვების წინაშე და გულწრფელი აღსარების კონდიციამდე მისულიყვნენ, რასაც ბუნებრივია, რომ გარკვეული დრო დასჭირდებოდა. 4-ჯერ დაადანაშაულა იოსებმა ისინი ეგვიპტეში ცრუ საბაბით ყოფნაში და ყოველ ჯერზე 10 ძმა ადასტურებდა თავის უდანაშაულობას, როგორც ჭეშმარიტი და პატიოსანი ადამიანებისა. მათი განცხადება ერთი ძმა აქ არ არის, ალბათ ღმად შეძრავდა იოსებს, მაგრამ მას გაუხარდა, რომ მამამისი და უმცროსი ძმა ორივე ცოცხლები და ჯანმრთელები ყოფილან.
შემდეგი არის პატიმრობა. იოსებმა ძმების 3 დღით პატიმრობაში ჩასვა, რათა ესწავლებინა მათთვის თუ როგორი იყო განცდა ყოფილიყავი პატიმარი და მისთვის და მათთვის დაფიქრების დროც მიეცა. მეჩვენებდი მუხში ებრაულ სიტყვას ციხეთ თარგმნის, მაგრამ პატიმრობაში უფრო ახლოს იქნებოდა ორიგინალთა პატიმრობა. დაბადების 39-40 თავში ციხეთ ნათგანების სიტყვა, რომელიც იოსების გამოცდილებას ახსენებს, ნიშნავს არა მხოლოდ ციხეს, არამედ ასევე დაცვის ქვეშ ყოფნას, ან კიდევ შინ პატიმრობას. იოსები იტანჯებოდა როგორც პატიმარი, მართლაც რომ რეალურ ციხეში, ხოლო მისი ძმები მხოლოდ დაცვის მეთვალყურებაში იყვნენ, მათ თავისუფლება შეეზღუდათ. მაგრამ ამან მათ მაინც საჭირო გაკვეთილი ასწავლა. როდესაც ისინი 3 დღის შემდეგ გაანთავისუფლეს, უკვე ეს 10 ძმა იწყებდა იმის შეგრძნებას, რომ ღმერთი იყო ის, ვინც მოქმედებდა, სწორედ მათი წარსული ცოდვებისა გამო. შემდეგი არის გარანტია. რადგან 10 ძმა დაჟინებით ამტკიცებდნენ, რომ პატიოსანი კაცები იყვნენ, იოსებმა მათ შესაძლებლობა მისცა დაემტკიცებინათ ეს. მან უბრძანა, რომ მათი ერთ-ერთი ძმა გაეგზავნათ ქანაანში, რათა ბენიამინი ეგვიპტეში ჩამოეყვანათ. ის დანარჩენი 9 ძმა უნდა დარჩენილიყო პატიმრობაში, სანამ ბენიამინი ეგვიპტეში არ ჩამოვიდოდა, რათა დაემტკიცებინა, რომ მათი ამბავი სიმართლე იყო. მაგრამ შემდეგ იოსებმა შეცვალა ეს ტაქტიკა და მან მხოლოდ ერთი ძმა დატოვა უსაფრთხოებისთვის, ხოლო დანარჩენი სახლში დააბრუნა ბენიამინის წამოსაყვანად. იოსებმა გონივრულად დაასკვნა, რომ კაცებს საბოლოოდ მოუწევდათ ეგვიპტეში დაბრუნება მეტი მარცვლეულისათვის და ბუნებრივია ისინი იძულებული იქნებოდნენ ბენიამინიც თან წამოეყვანათ, თორემ ისინი შიმშილით გაწყდებოდნენ. გარდა ამისა, ბევრად უსაფრთხო იქნებოდა მათი ჯგუფური მგზავრობა, ვიდრე მხოლოდ 2 კაცისათვის მოგზაურობა და ამდენი მარცვლეულის და საკვების ტარება. იოსები გულწრფელად ზრუნავდა თავის ოჯახზე ქანაანში და არ სურდა, რომ ისინი შიმშილით მოკვდარიყვნენ. ამავე დროულად მას სურდა ენახა ღვთის საქმეების აღსრულება, რათა შერიგებოდა ჭეშმარიტად თავის ძმებს და თავის მამას. მას ჰქონდა ღვთისგან გარანტია, რომ 11-ვე ძმა საბოლოოდ მის წინაშე მოიყრიდა მუხლს და სცემდა მას თაყვანს, მაგრამ სურდა ძმებს, რომ ამ მოტივაციით ემოქმედათ, რომელიცაც ის ავალებს მათ. სწორედ ამიტომ დაიტოვა სიმეონი მან მძევლად. შემდეგი არის აღსარება. თელმა ამ გამოცდილებამ 10 კაცი მიიყვანა იმ წერტილამდე, სადაც მათ გულებში რწმენა უკვე ფეხს იდგავდა. მათ არ იცოდნენ, რომ იოსებს შეეძლო მათი საუბრის მოსმენა და გაგება, ამიტომ ისინი ხმამაღლა განიხილავდნენ მის ვედრებას და როცა იხსენებდნენ იოსების ცრემლებს და საკუთარ გულქვაობას. რეუბენმა პრობლემა არ გადაჭრა, იმით რომ თქვა, გითხარით, რომ არ გაეკეთებინათ ეს. არამედ მან უნებლიე დაცნობა იოსებს თავისი სიკეთის შესახებ, რომელიც მან უმწეო ძმის გადასარჩენად სცადა. მაგრამ ახლა რეუბენი დარწმუნებული იყო, რომ იოსები მკვდარი იყო და ღვთის სამჯერო გარდაუველი იყო, რადგან თქვა, ახლა მოდის მისი სისხლისთვის ანგარიშის აღებაო. ამ ეტაპზე იოსების თავშეკავებული ემოცია უბრალოდ უნდა გარეთ ცნერლების სახით გამოსულიყო, ამიტომ ის ოთახიდან გავიდა და მარტო ატირდა. ეს 6 ასეთი გამოცდილებიდან პირველია, რადგან იოსები მერეც ატირდება. შემდეგი იქნება, როდესაც დაინახავს თავის ძმას ბენიამინს, მერე როდესაც თავს გამოუცხადებს თავის ძმებს, მერე როდესაც შეხვდება მამამის ეგვიპტეში, შემდეგ როდესაც მამამისი გარდაიცვალება 50-ე თავში და ბოლოს როდესაც დაარწმუნა თავისი ძმები, რომ მათ ჭეშმარიტად ეპატიათ. ესეც 50-ე თავში იქნება მეჩვიდმეტე მუხლში. ასე რომ 6 ჯერ ატირდება იოსები. ის, რაც ადამიანის ტირილს იწვევს, მისი პიროვნული ხასიათის საუკეთესო გამოცდაო, ნათქვამია. ეხლა ადრეც გითხარით და ეხლაც გამიმეორეთ აქაც, რატომ აირჩია იოსებმა სიმეონი მძევლად? მაშინ, როდესაც რეუბენი იყო პირმშო. ალბათ იმიტომ, რომ მან დააფასა რეუბენის ცდელობა, როცა გაიგო თუ როგორ იყო, რომ ცდილობდა, რომ იოსები ეხსნა ძმებისაგან, მაგრამ ვიცით, რომ სიმეონი რეუბენის შემდეგ მეორე იყო იაკობის ვაჟებში. სიმეონი ასევე ცნობილი იყო, როგორც სასტიკი ადამიანი, გახსოვთ დინას მისი დის შემთხვევაში შექემში როგორ ამოწყვიტეს სიმონმა და ლევმა ის მამაკაცები. და შესაძლოა ასევე ინიციატორი იოსების მოკლისა და დაპატიმრებისა სიმეონი ყოფილიყო. ჩვენ ამაზე ადრეც ვახსენეთ. და შესაძლოა იოსებს იმედი ჰქონდა, რომ მას ამითი ჭკუას ასწავლიდა. ჩვენ არ ვიცით, რამდენი ოჯახური საიდუმლო გაუზიარა იაკობმა თავის საყვარელ შვილს იოსებს, ან რა როლი ითამაშეს მათ ამ გადაწყვეტილებაში, მაგრამ ფაქტია, რომ მან ყურადღება სიმეონზე შეაჩერა.
როდესაც ვფიქრობ იმაზე თუ როგორ მოიქცა იოსები თავის ძმების მიმართ, ყველაზე მნიშვნელოვანი მუხლი მახსენდება მე ბიბლიიდან, რომაელთა მე-11 თავის 22-ში. შეხედეთ ღვთის სიკეთესა და სიმკაცრეს. მე მთლიან წაგიკითხავთ ამ მუხლს. ამრიგად ხედავ ღვთის სახიერებასა და სიმკაცრეს დაცემულებზე და სახიერებას შენზე. თუ დარჩები მის სიკეთეში, თორემ შენც მოიკვეთები. ეს არის ის ადგილი, სადაც კონტრასტს აკეთებს პავლე მოციქული წარმართები, ანუ გაქრისტიანებულ წარმართებსა და ებრაელებს შორის. გასვოთ ზეთისხილის ველურ იმაზე დამყნობაზე, ხომ? ველური ტოტის დამყნობაზე. იოსები რა თქმა უნდა კეთილი იყო თავის ძმების მიმართ, მიუხედავად მისი საუბრის სიმკაცრისა და ზოგიერთი მოქმედებისა. ის რასაც აკეთებდა, ეს მათი სიკეთისთვის იყო განზრახული. მისი мотиваცია იყო სიყვარული და მისი მიზანი იყო მათი მონანიებისა და შერიგებისაკენ მიყვანა. ეს უნდა გვახსოვდეს ყოველთვის, როცა კი ვიფიქრებთ, რომ ღმერთი თითქოს და უსამართლოდ გვექცევა ჩვენც. შემდეგი არის დაძაბულობის დრო. როდესაც 9 ძმა ეგვიპტის დასატოვებლად ემზადებოდა, იოსებმა კეთილგანწყობითი უზრუნველყო მათი მოგზაურობისათვის საკვები, მათთვის ადვილი არ იყო ის, რომ სიმეონს უკან ტოვებდნენ, მაგრამ დარწმუნებული იყვნენ, რომ მეტი მარცვლეულისათვის ისევ მოუწევდა დაბრუნება და ბენიამინსაც თან წამოიყვანდნენ. როგორც ჩანს, ღრუბლები იშლებოდა, იფანტებოდა, მაგრამ ვერაც ცნობიერებდნენ იმ დაძაბულობას, რომელიც მათ ოჯახში მომავალ დღეებში უნდა მომხდარიყო. შემდეგი არის შიში და დაბნეულობა. იოსების ბრძანებით მისმა მოურავმა ძმების ფული ტომრებში ჩააბრუნა, მაგრამ მოგვიანებით მოურავმა თქვა, რომ მან ვერცხლი მიიღო და ის უფალს მიაწერა. ჩვენ ამას წავიკითხავთ შემდეგში. ანუ მოურავი იტყუებოდა, რასაც საეჭვო, ან იოსებმა თავად გადაიხადა მარცვლეული, რათა მამამისსა და ნათესავებით ის ეზრუნა, რომლებიც 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მას არ ენახა. ტომრებში ფული ასევე მისი გეგმის ნაწილი იყო, რათა გამოეცადა ძმები და მოემზადებინა ისინი ეგვიპტეში შემდეგი მოგზაურობისათვის. თუმცა ფულის აღმოჩენასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემებია. როდესაც ერთმა ძმამ ვერცხლი თავის ტომარაში იპოვა, სხვებმა ალბათ ტომრები გაჩხრიგეს და დანარჩენი ვერცხლის იპოვეს. სულ მცირე ეს ამბავი უამბეს მათ იოსების მოურავს, როდესაც ისინი მეორედ ჩამოვიდნენ ეგვიპტეში. მაგრამ თუ ეს ასე მოხდა, მაშინ რატომ გაოცდნენ ძმები, როდესაც სახში დაბრუნებისას ტომრები გახსნეს? თუ ვიტყვით, რომ მოურავისთვის მიცემული მათი პასუხი მხოლოდ მოკლე ვარიანტი იყო იმის შესახებ, რაც მოხდა, ნიშნავს, რომ მათ ძალიან ცუდი მეხსიერება ჰქონიათ. არდა მათ ხომ კონკრეტულად განაცხადეთ, რომ ფული ტომრებში საცხოვრებელ ადგილას, სასტუმროში აღმოაჩინეს და არა სახლში. ჩვენ ვარაუდობთ, რომ ეს განცხადება სწორია, რადგან მათ არ ჰქონდათ მიზეზი მოეტყობინათ იოსების მოურავი. ერთადერთი კაცი, რომლის დახმარებითაც სასოწარკვეთილად ჭირდებოდათ, იოსებთან, თავიანთ ძმათან შუამდგომლობისათვის. ასე რომ რატომ მოიტყუებდნენ ისინი და მთელ ფულს რატომ აბრუნებდნენ ახლა? რა არის შესაძლო мотиваციები მათ მოქმედებაში? მოდით განვიხილოთ რამოდენიმე. შესაძლოა მართლმა ფულის ნაწილი საკვების ტომრებში ჩადო, ნაწილიც კი მარცვლეულის ტომრებში. ფული საკვების ტომრებში მაშინ იპოვეს, როცა ღამის გასათევად ბანაკში გაჩერდნენ, მაგრამ დანარჩენი ფული მხოლოდ მაშინ იპოვეს, როცა სახლში ყველა ტომრები დააცარიელეს. თუმცა მწერალი ნათლად ამბობს, რომ თითოეულმა კაცამ მთელი ფული პირველივე გაჩერების ადგილას იპოვა. ანუ ზუსტი წონა, რაც ნიშნავს, რომ 9 ძმა მაშინვე სწრაფად მოძებნა და მთელი ვერცხლი იპოვა. თუ ეს სიმართლეა, მაშინ შესაძლოა ძმება ფული ტომრებში იმ განზრახვით ჩადეს, რომ მამა მოეტყუებინათ, გაკვირვებული რომ გამოჩენილიყო მის წინაშე, როცა ფულს სახლში აღმოაჩენდნენ. თუმცა ერთ-ერთი მუხლის თანახმად 35 მუხლი 42 თავის ისია დაწერილი, თითქოს მათი გაოცება და შიში ნამდვილი და ჭეშმარიტი რეაქცია იყო ფულის პოვნაზე. და თუ ეს ასეა, მაშინ ბუნებრივია ისმის კითხვა, რატომ მოატყვეს მამამისი ფულის გამო? მათ ხომ ეს ფული არ მოიპარეს და შეეძლოთ შემდეგ მოგზაურობაში უკან წაეღოთ და დაებრუნებთ იოსებისათვის. ყოველ შემთხვევაში იაკობი არ ღელავდა ამის გამო, მისი ერთადერთი კომენტარი იყო, შესაძლოა ეს შეცდომა იყო. ახსნა განმარტების მიუხედავად, ამ გამოცდილებამ შიში და დაბნეულობა ჩაუნერგა ძმებს. რა არის ეს? რაც ღმერთმა გვიყო, კითხეს ერთმანეთს. მათ იცოდნენ, რომ უდანაშაულებები იყვნენ ფულის გამო, მაგრამ შეძლებდნენ ამის შემდეგ ეგვიპტელების დარწმუნებას? მათი სიცოცხლე შეიძლება საფრთხეშიც ჩავარდნილიყო. მამისათვის ამის მოხსენება მოხუცი იაკობი კიდევ უფრო შეაშინა და დაამწუხრა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შეიტყო სიმეონის დაპატიმრებისა და ბენიამინის ეგვიპტეში ჩაყვანის შესახებ. თელ ამ ეპიზოდს იაკობი და მისი ვაჟები გულის გადახედვისა და ცოდების აღიარებისაკენ უნდა მიეყვანა, მაგრამ როგორც ჩანს, ჯერობით ეს ასე არ მოხდა.
ეს მათთვის კარგი დრო იქნებოდა უფლის საძიებლად და მისი დახმარებისა და ხელმძღვანელობისთვის რომ ელოცათ. თუმცა მათი წარუმატებლობის მიუხედავად ღმერთი კვლავ მოქმედებდა, რათა მისი გეგმა და მისი განზრახვები ბოლომდე აღხდარიყო. შემდეგი არის სასო წარკვეთა. ეს ყველაფერი იაკობისათვის ძალიან რთული იყო, ყველაფერი მეტ დამატყდა თავს, წაბოიძახა მან, რითაც მიანიშნა რომ ეჭვობდა, რომ იესოების უდუმალი გაუჩინარების უკან მისი ვაჟები იდგნენ. ეს ყველაფერი ჩემ წინააღმდეგაა. ეს იყო ადამიანური თვალსაზრისით სწორი განცხადება, მაგრამ ღვთის პერსპექტივიდან ყველაფერი რაც ხდებოდა, იაკობის საკეთილდღეოდ მუშაობდა და არა მის საზიანოდ. გახსოვთ რომაელთა წერილის 8:28, რომ მორწმუნეებში რაც ყველაფერი ხდება მორწმუნის თავზე, ეს ყველაფერი ჩვენ სასიკეთოდ არის განსაზღვრული. სამწუხაროდ იაკობი კვლავ გამოხატავს თავის განსაკუთრებულ სიყვარულს იასობისა და ბენიამინის მიმართ, რაც ალბათ სხვა ვაჟებსაც განაწყენებდა. განა 10 ბიჭი არ გაემგზავრა ეგვიპტეში, მისი 10 ვაჟი არ გაემგზავრა ეგვიპტეში ოჯახის გადასარჩენად? მათი ბრალი იყო, რომ ეგვიპტელმა ოფიცერმა ძალიან ბევრი პირადი კითხვა დაუსვა, ჯაშუშები უწოდა და სიმონი ძელად დაიყვანა? ასევე განა ისინი არ იყვნენ პასუხისმგებელი იმ ფულის უკან დაბრუნებაზე? იაკობს ხომ შეეძლო უფრო გაგებით მოკიდებოდა ამ 10 ვაჟს, მაგრამ ის მაინც გლოვდა იოსების დაკარგვაზე და სიმონის და ბენიამინის შესაძლო დაკარგვა კიდევ უფრო აშინებდა მას. იმის გათვალისწინებით, რომ რეუბენი მამამისის კეთილგანწყობას არ იმსახურებდა, რაც რეუბენმა გააკეთა, გახსოვთ ხოლმე, მისი სასტუმალი რომ შებღალა და მის ხარჭასთან დაწვა. რეუბენი უნდა გაჩუმებულიყო, მაგრამ შესაძლოა თავს ის ვალდებულად თვლის და ლიდერის როლში გვევლინება, რადგან ის იაკობის პირმშო იყო. მისი წინადადება ცოტათი სასაცილოც კი იყო. მას რა უფლება ჰქონდა, რომ ბენიამინის დაკარგვის კომპენსაციის სახით თავის საკუთარი შვილების სიცოცხლე გაეწირა. განიხილა ის თუ არა ეს მას თავის ცოლ-შვილთან, გარდა ამისა, როგორ მოახდენდა ის კომპენსაციას მისი ორი უდანაშაულო ბიჭის სიკვდილით? სავაზობდა თუ არა რეუბენი ერთი ვაჟის იოსებისთვის და მეორე ბენიამისთვის შეწირვას? კი ბატონო. თუნდაც ესე იყოს, მაგრამ ამითი როგორ გააუმჯობესებდა ის ამ სიტუაციას მათსახში. იაკობს არაფერი ექნებოდა საერთო რეუბენის წინადადებასთან, ან რაიმე წინადადებას, რომელიც საფრთხეს შეუქმნა, თუნდაც პატარა საფრთხეს შეუქმნა ბენიამინის სიცოცხლეს. განცხადება, რომელსაც იაკობი ამბობს, ის მარტო დარჩა, ნიშნავს რახელის ორი ვაჟიდან მხოლოდ ბენიამინი იყო დარჩენილი. ეს იყო იაკობის ერთ-ერთი კიდევ ეგოისტური განცხადება, რომელმაც სხვა ვაჟებს ოჯახის მეორე ხარისხოვნად წევრად აგზრომინა თავი. ბენიამინი დაცული უნდა ყოფილიყო, მაშინაც კი თუ მთელი ოჯახი იშიმშილებდა. ეს იყო იაკობის შეხედულება. კრიზისი კი არ აყალიბებს ამა თუ იმ ადამიანს, არამედ ის აჩვენებს თუ თვისებებისაგან შედგება ესა თუ ის ადამიანი. იაკობი ისევ და ისევ ვერ მალავდა და ავლენდა თავის ნამდვილ სიყვარულს და ტენდენციურ სიყვარულს რახელისა და მისი ვაჟების მიმართ. ისევე როგორც ესავთან შეხვედრისას გახსოვთ, როდესაც მან თავისი ბანაკი ორ ჯგუფად გაყო და ბოლო ჯგუფში მოათავსა თავისი საყვარელი რახელი და მისი შვილები, რათა თავზე პირველ ბანაკს დასხმოდნენ ესავის ხალხი. შემდეგი არის შეფერხება. კვირიდან კვირამდე ოჯახი ხედავდა, როგორ მცირდებოდა მათი საკვების მარაგი, მაგრამ მამამისი გრძნობების ცოდნით არც ერთმა ვაჟმა არ გაბედა ეგვიპტეში მეორედ მოგზაურობის თემის წამოწევა. სახში დაძაბულობა უფრო მატულობდა და აუტანელი ხდებოდა, განსაკუთრებით ბენიამინისათვის. სანამ იაკობი იცავდა თავის საყვარელ შვილს, რომელიც ეგვიპტეში სიმოზე და ქანაში მის ოჯახზე სრულნავდა, იაკობის არ სურდა რეალობის წინაშე დადგომა და საკუთარ ოცნებებში აგრძელებდა ცხოვრებას და სხვებსაც ტანჯავდა ამის გამოისობით. და როდესაც საკვებისა და ხორბლის მარაგი სრულიად ამოიწურა, იაკობმა უთხრა თავის ვაჟებს, წასულიყვნენ და ცოტაოდენი საჭმელი ეყიდათ. ეს იყო შესაძლებლობა უკვე იუდასათვის წინა პლანზე წამოსულიყო და დელიკატური სიტუაციის მართვა თავის ხელში აეღო. იაკობის სიბრმავა ბენიამინთან მისი არაჯანსაღი ურთიერთობის მიმართ და იოსების გამო მწუხარების ეგოისტური გაღვივება პლუს მისი ფარული ეჭვები შვილების მიმართ ყველაფერი ერთად ქმნიდა მას რთულად გასამკლავებელ პიროვნებად. იუდამ შეახსენა მამას, რომ მათ არ შეეძლოთ ეგვიპტეში დაბრუნება ბენიამინის წაყვანის გარეშე
რომ ის პიროვნება, რომელმაც მათ ეს დაავალა, კატეგორიულად არ მიიღებდა სხვა ალტერნატივას. იაკობი ცდილობდა მისი ბიჭები დაედანაშაულებდნენ მათი უმცროსი ძმის ხსენებაზეც კი და ის კვლავ ცდილობდა რომ მათ დანაშაულის გრძნობა ქონოდათ მისი დამწუხრებისა გამო. რატომ დამატეხეთ ეს უბედურება? ეს იყო მისი სიტყვები მე-6 მუხლში. იუდამ გონივრულად დაარიდა თავის მამასთან კამაც, ეს უაზრო იყო და მიხვდა რომ მისი აზრის შეცვლა შეუძლებელი იყო. იუდამ შესთავაზა რომ ბენიამინისათვის ის ყოფილიყო გარანტია, რათა უზრუნველყო მისი უსაფრთხოება და დაებრუნებინა მამის სახლში. ეს კეთილშობილი შეთავაზება მიუთითებს რომ იუდამ განიცადა გულის შეცვლა და იოსების გაყიდვის შემდეგ მან ბევრი რამე გადააფასა. შესაძლოა რომ ასევე თამართან მისმა გამოცდილებამ მის რძალთან გახსოვთ ჩანართი რომ წავიკითხეთ ხო ჩვენ თამართან მის რძალთან რაც დაემართა მას. ამანაც დიდი გაკვეთილი ასწავლა იუდას. იუდამ ნათლად განაცხადა რომ ეს სიცოცხლისა და სიკვდილის საკითხი იყო და იაკობს საკუთარი სიტყვებიც კი გაახსენა. ურწმუნოება შემდეგი ქვეთავი. არსებობს განსხვავება ღვთის მოსიყვარულე განგებულებისადმი დამორჩილებასა და ბრმა ბედისწერისადმი თაყვანისცემას შორის და იაკობის განცხადებები აჩვენებს თუ სად იდგა მისი რწმენა ამ დროს. როდესაც მან წამოიძახა სხვა გზა თუ არ არის, თუ ასე უნდა იყოს, შვილების გარეშე და თუნდაც ასე დავრჩე და ესე იყოს. ამგვარი პასუხი ნამდვილად არ აგავს იმ იაკობს, რომელსაც ღმერთი ბეთელში გამოეცხადა და რომელიც თავის რწმენას ადასტურებს იმ ღმერთთან. რომელმა ღმერთმაც ღვთის აღთქმები გამოაცხადა და ანგელოზებიც კი ზრუნავდნენ მასზე. არც ის იაკობე, რომელმაც თავისი ოჯახი ბეთელში დააბრუნა უფალთან ახალი დასაწყისისათვის გახსოვთ, როდესაც კერპებისაგან განწმიდა და რწმენით გადადგა უკან ნაბიჯი. მისმა მწუხარებამ და საწუწარკვეთილებამ თითქმის ჩააქრო იაკობის რწმენა. ყოველთვის კონტროლის ქვეშ ყოფი იაკობი ეხლაც თავის ვაჟებს ზუსტად იმას ეუნება, რა უნდა გაეკეთებინათ მათ. რა თქმა უნდა, საჩუქარი უნდა ყოფილიყო ეგვიპტის მმართველისათვის, რომელსაც შეეძლო სიმონის განთავისუფლება. და მათ უნდა აეღოთ ორმაგი თანხა, რათა დაებრუნებინათ ტომრებში ნაპოვნი ფული და ასევე ახალი მეორე თანხით შეეძინათ მეტი საკვები ოჯახისათვის. საინტერესოა, რომ იაკობმა თქვა, შენი ძმაც წაიყვანე. მას არ უთქვია, ჩემი ძე წაიყვანე. ის ხას უსვავდა პირად პასუხისმგებლობას და ავალებდა ძმებს, რომ მთელი სიყვარულით მოქცეუნენ ბენიამინს. რომ ეზრუნათ საკუთარ ხორცზე და სისხლზე, მათ ძმაზე ბენიამინზე. მან ისინი თავისი კურთხევით გააცილა და სთხოვა, რომ ელ-შადაის ყოვლისშემძლე ღმერთს შეეცვალა იმ კაცის გული, რათა მას მოწყალება გამოეღო სიმეონის განსათავისუფლება და ბენიამინის ზიანის გარეშე დასაბრუნებლად. თუმცა მისი საბოლოო განცხადება დიდ რწმენას და იმედს არ ადასტურებდა. შვილების გარეშე თუ დავრჩე და ასე იყოს. შესაძლოა მას სურდა, რომ ეს საცოდავი სიტყვები მისი ვაჟების გონებაში კარგად აღბეჭდილიყო, როდესაც ისინი ეგვიპტეში ჩავიდოდნენ. შემდეგი არის გარდამავალი პერიოდი. 9 ძმა საკმარის საფიქრალი ქონდა მოგზაურობისას, მამის ქრონიკული მწუხარებაზე ფიქრის გარეშე. სინამდვილეში ისინი 3 რთული პრობლემის წინაშე აღმოჩნდებოდნენ, რომელზეც პასუხი უნდა გაეცათ. პირველი, ჩინოვნიკებისათვის აეხსნათ თუ რატომ ქონდათ მათ ეს ფული, ტომრებში ნახეს. მეორე, სიმეონის პატიმრობიდან განთავისუფლება და საბოლოო მესამე, ბენიამინის დაცვა. პირველი იყო ფულის პრობლემა. სავარაუდოა, რომ იოსების ზოგიერთმა მსახურმა დაინახა ძმები, რომლებიც ქალაქში შევიდნენ და სწრაფად აცნობეს მას მათი ჩამოსვლის შესახებ. მან სახლში ნადიმი მოაწყო, არადა ძმებს დაასკვნეს ის, რომ ისინი უკვე უსიამოვნო მდგომარეობაში იყვნენ გახვეულები, რომ ვიღაცამ უკვე იცოდა ამ ფულის შესახებ და ამიტომაც ისინი დაპატიჟებული იქნენ მის სახლში პირადად. და ეს უკვე აეჭვიანებდათ მათ, რომ უეჭველად დაისჯებოდნენ, შესაძლოა მონებად ექციათ, ან სიკვდილითაც დაესაჯათ ისინი. ბუნებრივია და გასაკვირი არ არის, რომ ისინი ასეთ სიტუაციაში ეძებდნენ უახლოეს შუამავალს და ისინი გონივრულად მიმართავენ იოსების მმართველს. თუ ისინი შეძლებდნენ მათ უდანაშაულობაში ამ მმართველის დარწმუნებას, მაშინ შესაძლებელი იყო, რომ ამ მმართველს იოსებისთვისაც დაერწმუნებინა, რომ ისინი მართლები იყვნენ და პატიოსნები ამ საკითხში.
მათ კიდევ ერთი სურპრიზი ელოდათ, რადგან მმართველმა ფულის შესახებ მათზე მეტი იცოდა და დაარწმუნა, რომ არაფრის შიში არ უნდა ქონოდათ. შემდეგი არის სიმეონის განთავისუფლება. იოსების მსახური სიმეონის მოსაყვანად წავიდა და თავის ძმებთან მიიყვანა ის. ეს კი დიდი სიხარული იყო ძმებისათვის. და სიმეონის განსაკუთრებული მადლიერი იყო, რომ ბენიამინი ჩამოვიდა მის გადასარჩენად. საიდან იცოდა მოურომა, რომ ბენიამინი იქ იყო, რომ სიმეონი უნდა გაენთავისუფლებინათ? ეს ალბათ უკვე იოსებმა უთხრა მას, როცა დაინახა თავისი ძმები. ისწავლა თუ არა სიმეონა რაიმე პატიმრობიდან და გამოიტანა თუ არა რაიმე დასკვნები ამის შემდეგ, თუ იაკობის სიტყვები შვილების დალოცვის დროს მის სიკვდილის წინ რაიმეზე მიუთითებს, ეთყობა რომ სიმეონს ეს გაკვეთილი არ მიუღია. ჩვენ ამას ვკითხულობთ, როცა იაკობი დალოცავს თავის შვილებს 59 თავში მე-5 და მე-7 მუხლებში. ტრაგიკულია, როდესაც ჩვენი ტანჯვა ფუჭად იკარგება და არ ვიყენებთ მას ჩვენი სულიერი ზრდის შესაძლებლობად. შემდეგი არის ბენიამინის დაცვა, მესამე ამოცანა. ძმები ყველაზე ნაკლებად ელოდნენ, რომ მათ ნადიმით გაუმასპინძლონ მთელი ეგვიპტის ქვეყნის მეორე მმართველის სახლში. სწორედ იმ კაცისა, რომელიც ასე სასტიკად მოექცა მათ პირველი ვიზიტის დროს. როდესაც იოსები ჩავიდა ქვევით სართულზე, ძმებმა მას თავი დაუხარეს და საჩუქრები გადასცეს და მამის შესახებაც კითხვას უპასუხეს. ახლა უკვე ყველა 11 ძმა მის წინაშე მუხლს იყრიდა და თაყვანს სცემდა მას, ასე რომ პირველი სიზმარი ასრულებული იყო. საკუთარი ძმის ბენიამის დანახვამ იოსები აატირა, ამიტომ მან ოთახი დატოვა, სანამ საკუთარ თავს არ დაიმორჩილებდა. იოსების გრძნობიარე გული ღვთის მადლის სასწაული იყო. წლების განმავლობაში მკვდარი ეგვიპტური კერპები და მათთვის მიცემული ამაო თაყვანისცემა სუფევდა იოსების გარშემო, მაგრამ მან მაინც შეინარჩუნა ცოცხალი ღვთისადმი რწმენა და საკუთარი ხალხის მიმართ სიყვარული. მას შეეძლო გულის გაქვევა წყენის ჩანერგვით, მაგრამ მან ამჯობინა პატიება და წარსული ღმერთისათვის გადაებარებინა. 11 ძმას კიდევ უფრო დამაბნეველი სურპრიზები ელოდა. ერთის მხრივ ისინი დაბადების რიგის მიხედვით ისხდნენ და ეგვიპტელებს ეს ინფორმაცია რანაირად არ შეეძლოთ მიიღოთ. ასევე იოსებმა სტუმრებს საკვების სპეციალური თებშები გაუგზავნა და მითითებები მიცა, რათა დარწმუნებულიყო, რომ მის ძმას, უმცროს ძმას ბენიამის სხვებზე 5-ჯერ მეტი საკვები ექნებოდა. ბენიამის უსაფრთხოებაზე ფიქრის ნაცვლად ძმებმა მიხვდა, რომ ეგვიპტის მმართველს მათი უმცროსი ძმა მოეწონა და ეს მათთვის უკვე დიდი იმედი და წახალისება იყო. ეს გარდამავალი პერიოდი იყო, როდესაც ძმები შიშიდან მშვიდობაზე გადავიდნენ, რადგან ფულის გამო საშელი აღარ იყო პრობლემა. მონობიდან თავისუფლებაზე, რადგან სიმეონი განთავისუფლდა და შფოთვიდან სიხარულზე, რადგან ბენიამინი საფრთხეში უკვე აღარ იმყოფებოდა. ამიტომ იოსების ძმები ჭამდნენ და სვამდნენ, თითქოს ქვეყანაში შიმშილი არ ყოფილიყო და ხარობდნენ, რომ ეგვიპტის მმართველთან ესეთი კეთილგანწყობა მოიპოვეს და მათ მის პირად მაგიდასთან იჯდნენ მის წინაშე. თუმცა ეს ყალბი და წარმავალი სიხარული იყო, რადგან ძმებს ჯერ არ ჰქონდათ გამოსწორებული და მონანიებული თავიანთი ცოდვები. ერთია შვება და სულ სხვა პატიება და შერიგება. მათ იოსებისთვის პატიება უნდა ეთხოვათ იმისათვის, თუ როგორ შეურაცხყვეს იგი და მამამისთანაც ბოდიში მოეხადათ, თუ როგორ მოატყვეს და გული ატკინეს მას. ცრუ სიხარულისა და სიმშვიდის განცდა ძალიან სახიფათოა და იმის ფიქრი, რომ ღმერთთან მართალი ვართ, რადგან ცხოვრება უფრო გაადვილდა და პრობლემი ნაკლებად საშიშია, შეიძლება კატასტროფისკენ მიგვიყვანოს ჩვენ. როგორც ნოესა და ლოტის დროს, ასევე იქნება იესოს დაბრუნების დღესაც, გასვოთ ლუკას სახარებაში, რას ამბობს იესო, მე-17 თავში 26 და 30 მუხლებში. ადამიანები თავდაჯერებულები იქნებიან, როდესაც ყოველდღიურ საქმიანობას განახორციელებენ და ცოდვებს ჩადიან, მაგრამ განკითხვა დადგება და გაქცევის საშუალება აღარ იქნება. ყველაფერი, რაც არ არის თამდაბალი მონანიება და აღიარება, არ მოიტანს ღმერთთან და ერთმანეთთან ჭეშმარიტ შერიგებას. არის გზა, რომელიც კაცს სწორად ეჩვენება თავის თვალში, მაგრამ ბოლოს სიკვდილისაკენ მიდის ის. ქრისტეს იგავში მოხსენებული მდიდარი ფერმერის მსგავსად ადამიანებს აქვთ სრუნდობა, რადგან ფიქრობენ, რომ ყველაფერი უსაფრთხოა მომავალი წლების განმავლობაში, ხოლო იმისთვის, რომ აღმოაჩინონ, რომ ღმერთი თავიანთ ცხოვრებიდან გამორიცხეს. გასვოთ ლუკას სახარებაში მე-12 თავში, როგორ აღწერს იესო ასეთი მდიდარი ადამიანის ფერმერის შესახებ, რომელიც ბეღლებს ააშენებს და როცა ღმერთი ეუბნება მას, ხვალე მე შენს სულს მოგთხოვო. დრამის შემდეგი მოქმედება ამ საკითხის კულმინაციამდე მიიყვანს და უცნაურია, რომ მოქმედება ბენიამინის გარშემო იქნება კონცენტრირებული.
ახალგაზრდა კაცის, რომელიც მისი ძმების აზრით ეჭვგარეშე და საფრთხის მიღმა იყო. შემდეგი არის შენიშვნები, პირველი ამოცნობა, მეორე ხარისხოვანი თემა, რომელიც მთელს ამ ისტორიას გაზრდებს. გახსოვთ, ძმება შორიდან იცნეს იოსები და შეთქმულება დაიწყეს, როდესაც მწყემსავდნენ და იოსები მოდიოდა მათთან შესახვედრად, სანამ ისინი მას დილეგში ორმოში ჩააგდებდნენ ჭაში. ასევე იაკობსაც კითხეს გასწოთ, იცნო თუ არა იოსების სისხლით შეღებილი სამოსელი. ხოლო თამარმა იუდას კითხა, იცნო თუ არა მისი პირადი ნივთები. გადავთ ამოცნობაზე, რომ ეს ყურადღება გამახვილებული. მეორე, მოგვიანებით როდესაც ძმება გაიხსენეს თავიანთი გამოცდილება, მათ დაინახეს, რომ ეს გამოცდა იყო მინიშნება იმისა, რომ ეს ეგვიპტელი მოხელე იცნოდა ბენიამინს, როდესაც დაინახავდა მას. ბოლოს და ბოლოს ძმებს შეეძლოთ მოეყვანათ ნებისმიერი ებრაელი მამაკაცი, რომელიც იქნებოდა ბენიამინი და ეგვიპტელები ვერ შეამჩნევდნენ ამ განსხვავებას. ასევე ის ფაქტი, რომ მოხელე მათ დეტალურად კითხა მათი მამისა და ძმის შესახებ, კიდევ ერთი მინიშნება იყო იმისა, რომ ის ძალიან დაინტერესებული და ინფორმირებული იყო იოსების მხრიდან მათი ოჯახის შესახებ. მეოცე მუხლში, ეს მესამე შენიშვნა, მეოცე მუხლში მოხსენებული საშიში განცხადება, რომ არ მოკვდეთ, მიუთითებს მათ შიმშილზე, თუ ისინი არ დაბრუნდებოდნენ ეგვიპტეში მეტი საკვებისათვის. ასევე არსებობს მინიშნა, რომ ძელა დაყვანილი ძმა შესაძლოა სიკვდილით დაესაჯათ. მეხუთე და მეოთხე არის თორაზე მითითება, საიდანაც არის მოყვანილი ეგ წყარო. მეხუთე არის იუდას ოჯახში ლიდერობის ზრდა იწყება, ჩვენ ვატყობთ ამას, რომ იუდა უკვე წინა პლანზე გამოდის და მისი შთამომავლები სწორედ გახდებიან ის სამეფო ტომი, საიდანაც იესო ქრისტე, სამყაროს მესია მოვიდოდა. და მეექვსე, ეს ისეთი დელიკატესები იყო, გახსოვთ, ესე იგი ის განსაკუთრებული ნელსაცხებლები და ასევე ის გამხმარი ჩირები, ასევე გარკვეული ისეთი საკვები სპეციფიური, რომელსაც იაკობი გაატანს მათ ეგვიპტეში იოსებთან, ხო? რომლებიც ეთყობა ეგვიპტეში არ მოიპოვებოდაო. და მხოლოდ იქ იყო, იცით ხომ? იქ დღესაც ესევი არის გარკვეული ისეთი ნივთიერები, რომელიც მოდის ხომ? თუნდაც საუდი არაბეთში და იქით ირანში, სხვა იგივე რეგიონებში შეიძლება არ მოდიოდეს. აი ეს იყო ჩვენი დაბადების 42-43 თავის განხილვა, ნაწილი 33, რომელსაც ეთქვა, როდესაც ოცნებები ახდება. მადლობა მოსმენისათვის.